სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტი ქვეყნის მასშტაბით სოფლის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. პროგრამით გათვალისწინებული თანხები სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს ხმარდება. მაგალითად, ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორებიცაა გზების, გზისპირა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასაფლაოების შემოღობვა, სპორტული მოედნების და სკვერების რეაბილიტაცია და წყლის სისტემის გაუმჯობესება. წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტს 362,000 ლარი გამოიღო, რასაც ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიც დაემატება. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, რამოდენიმე სოფელში თანხები გაერთიანდება. ზოგიერთ სოფელს დაგროვილი გასული წლის აუთვისებელი თანხები აქვს, რაც მაღალბიუჯეტიანი პროექტების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრები გავმართეთ სტეფანწმინდის, გუდაურის, კობის, გორისციხის, სიონის და სნოს ადმინისტრაციულ ერთეულებში. შევხვდით 35-ზე მეტ სოფელს. მოსახლეობასთან გავიარეთ თუ რა საჭიროებები ჰქონდა ამა თუ იმ სოფელს. ძირითადი მოთხოვნები იყო როგორც სასაფლაოების შემოღობვა, ასევე გარეგანათება, იყო გზისპირა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყლები და წყლის სისტემის რეაბილიტაცია. აქვე მინდა დავამატო, რომ წელს პირველად სოფელ სნოში განსხვავებული პროექტი შემოგთავაზა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ეს პროექტი არის ძველი წისქვილის აღდგენა რეაბილიტაცია. ფიქრობ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საუკეთესო გზა ადგილობრივი მოსახლეობის ჩასართავად თვითმმართველობაში. ვიმედოვნებ, რომ პროგრამის ფარგლებში შესყიდული სამუშაოები დადებითად აისახება სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე. დასაქმდებიან ადგილობრივები და თანხები პირველი რიგის საჭიროებებზე დაიხარჯება.